გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით და წინა ვიდეოში ვსაუბრობ იმასთან დაკავშირებით, რომ სურვილი აქვთ თქო ევროპელებს და ბრიტანელებს, რომ საქართველო ჩაითრიონ ამ ომში რუსეთის წინააღმდეგ, რომ საქართველოდან მეორე ფრონტი გახსნილიყო რუსეთთან თქო და ამასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის სახელით და გვარით, აი ამ ფსევდონიმით ვიღაც ადამიანი ორ დიდ კომენტარს მიწერს და ამ კომენტარების მთავარი შინაარსი და აზრი არის ის, რომ აი რაში აწყობთო ევროპელებსო ჩვენნაირი სუსტი ქვეყნიდან ფრონტის გახსნა რუსეთისთვისო, როცაო ჩვენო აქედან ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ გაუწევდით რუსებსო და 5 დღეშიო ესე იგი გაგვანადგურებდნენო ჯარი ჩვენ არ გვყავსო, შეიარაღება ჩვენ არ გვაქვსო და პატარა ქვეყანა ვართო. ამასთან დაკავშირებით მინდა ძალიან მოკლედ უპასუხო ამ ადამიანს და იმ ადამიანებს ზოგადად, ვინც ასე ფიქრობენ. ძალიან დიდი შეცდომაა ასე ფიქრი მეგობრებო და ამ საკითხის ასე დანახვა საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობიდან და ლანდშაფტიდან გამომდინარე ძალიან სერიოზულ თავის ტკივილს გაუჩენდნენ რუსეთს იმ შემთხვევაში თუ კი საქართველოდან რუსეთის წინააღმდეგ გაიხსნებოდა მეორე ფრონტი და აწარმოებდნენ პარტიზანულ ომს. აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ ან ქართული ჯარი იომებდა აქ, ან რაღაცა ჩვენი შეიარაღების იმედად ვინმე რამეს წამოიწყებდა. აქ საუბარი ამაზე რა თქმა უნდა არ არის. აქ არის საუბარი იმაზე, რომ იმ შემთხვევაში თუ კი საქართველოს ხელისუფლებას დაიყოლიებდნენ იმაზე, რომ საქართველო როგორც ბრძოლის ველი, უბრალოდ ბრძოლის მოედნად ასე გამოეყენებინათ, საქართველოში შემოყრიდნენ ძალიან დიდი რაოდენობით შეიარაღებას, ასევე საქართველოში შემოყრიდნენ სხვადასხვა ქვეყნებიდან ძალიან დიდი რაოდენობით დაქირავებულ მებრძოლებს და რუსეთის წინააღმდეგ აწარმოებდნენ სერიოზულ პარტიზანულ ომს, რაშიც რუსეთს ძალიან დიდი რესურსის დახარჯვა მოუწევდა და სერიოზული თავის ტკივილი იქნებოდა ეს რუსეთისთვის. ასეთ შემთხვევაში რუსეთს რა თქმა უნდა მოუწევდა აქეთ საქართველოს ფრონტზე სერიოზული ცოცხალი ძალის გადმოსროლა, ასევე რა თქმა უნდა ტექნიკის გადმოსროლა და ძალიან დიდ და სერიოზულ დანაკარგებს მიიღებდა რუსეთი ამ ასეთ შემთხვევაში და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, აქ იმაზე არ არის საუბარი, რომ აი რაღაცა საქართველოდან თუ გაიხსნებოდა მეორე ფრონტი, რუსეთს დაამარცხებდნენ და იმაზე არ არის საუბარი, რომ ამის ილუზია ვინმეს აქვს. არა. აქ არის საუბარი იმაზე, რომ კიდევ უფრო მეტად დაასუსტებდნენ რუსეთს და რომ კიდევ უფრო დიდ თავის ტკივილს გაუჩენდნენ რუსებს და რომ უკრაინის ფრონტი შედარებით ამოისუნთქებდა ასეთ შემთხვევაში. გარდა ამისა, აქ სერიოზული თავის ტკივილი კიდე მეორე ამბავი ის იქნებოდა რუსეთისთვის, რომ რა თქმა უნდა სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურები ყველაფერს იზავდნენ იმისათვის, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში გადადებულიყო ეს პროცესები და აქაც რა თქმა უნდა რუსეთისთვის იქნებოდა ძალიან სერიოზული საფრთხე ამ თვალსაზრისით. შესაბამისად ამაზე მიდის მეგობრებო საუბარი და ის ნარატივები, რასაც აი ეს ნაცების ვითომ სამხედრო ექსპერტები აჟღერებენ, რომ სისულელია და აქედან რა წინააღმდეგობა უნდა გაგვეწია რუსეთისთვის და ასე შემდეგ არის სისულელე და ერთადერთ რამეს ემსახურება, რომ თავიანთ პატრონებს სინდისი მოწმინდონ და ამტკიცონ ის, რომ აი არავის საქართველოს ომში ჩათრევა არ უნდოდა და არ უნდა დღესაც. რასაც საუბრობ ეხლა მე, ეს სინამდვილეში ძალიან მარტივი დასანახია ეს ყველაფერი, მაგრამ იმ ადამიანებს, ვისაც ამის დანახვა და ამის მოკლედ გაგება არ უნდა, არ ამგონია, რომ ან ამ საუბრის მერე რამე გაიგონ და დაინახონ.
შესაბამისად მე ამასთან დაკავშირებით მეც ვერაფერს ვერ ვიტყვი მეგობრებო და ერთს გავიმეორებ და დავამატებ რა 5 დღეში დაგვიმთავრებდნენ ომს ეს არის როგორც უკვე აღნიშნე სისულელი საქართველოში იმ შემთხვევაში თუ კი აქედან მეორე ფრონტი გაიხსნებოდა რუსეთის წინააღმდეგ საქართველოში ქვაზე არ დატოვებდნენ და გადაადუღებდნენ ამ ქვეყანას, აი გადაგვადნობდნენ, რასაც ქვია. მაგრამ მარტივად საქართველოს ფრონტს ვერ მოგუდავდა რუსეთი, ამაში დარწმუნებული იყავით. სწორი პარტიზანული ომის წარმოების შემთხვევაში და დარწმუნებული იყავით, რომ აი ძალიან მაღალ დონეზე აწარმოებდნენ საქართველოსთან რუსეთის წინააღმდეგ პარტიზანულ ომს შესაბამისი ქვეყნები და სამსახურები იმ შემთხვევაში თუ კი საქართველოს მოახერხებდნენ და ჩაითხრებდნენ ამ უბედურებაში. ასე რომ ეს არის მეგობრებო, ამაზე ვსაუბრობ და ამაზეა ზოგადად საუბარი. და აქ იმაზე არ მიდის საუბარი, რომ არ იქა რუსეთის დამარცხება ვინმეს უნდა. ძალიან კარგად იცის დასავლეთმაც და ბრიტანელებმაც და ევროპელებმაც 5-იანზე იციან და თვითონ არ აქვთ იმის ილუზია, რომ რაღაც რუსეთს დაამარცხებენ. აქ ერთადერთი საუბარი მიდის იმაზე, რომ რუსეთი რაც შეიძლება მეტად დასუსტდეს, რაც შეიძლება მეტი ადამიანური რესურსი დაახარჯინონ რუსეთს და შეიარაღება და ეკონომიკა რაც შეიძლება მეტად დაასუსტონ რუსეთის. აი ამაზე მიდის საუბარი და ამაზე მიდის ომი. და ის რომ რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება უკრაინაში ომი, მით უფრო სუსტდება ერთი რუსეთი და მეორე ის რომ მით უფრო მეტი დრო აქვთ ევროპელებს რომ საკუთარი უსაფრთხოება გააძლიერონ და მით უფრო დროში გადადონ და გაიწელოს ის ამბავი, რასაც ქვია რუსეთმა რომ მოიცალოს ევროპისთვის. აი ეს არის მეგობრებო და ამაზეა საუბარი. ფიქრობ გასაგებად ვლაპარაკობ, რასაც ვლაპარაკობ და გამგები კარგად გაიგებს და აქამდეც გაგებული აქვს გამგებს და ეხლა ვისაც არ გესმით, რა ვიცი, ვერც ამის მერე ვერ გაიგებთ. ასე რომ ეს არის მეგობრებო და დაგემშვიდობებით ეხლა და ისურვებთ მშვიდობას ქართველებს და საქართველოსაც უსურვებ მშვიდობას და გაძლიერებას და ყველაფერს კარგს. კარგად იყავით. ყველაფერი კარგი გქონდეთ მეგობრებო.